ოპა პატაჭდა ეგრე აქ მაგარი ჭერა და ეს არის მეოთხე ჩაყოლებაზე ხარ და ერთი გაიმაზა მარტო ერთ ჩაყოლებაზე არ დაიწყდა დანარჩენზე ეს და აი მეთიჯე არა მათრა ხრამული ერებს ხედავ ახლა ასეთ ხრამულს შეუულებრივად აწევამ ჯოხით აი მე რაც ამაქვს აი ეს ჯოხი ეს შეგმივდათ ესეთი პატარა კოჭუნია დაჭდა სახავსი არ გამეფუჭო რა გამეფუჭო მაინც მაიმუნებს ერთხელი მოუწვიათ მანათეს სიო შენ მოიწამლე ხავსაობას ესეც ხავსი ჩემუბნელებმა მიპადარკეს იმ დღეს მოსულები იყვნენ მე გავატანე და ეხლა თვითონ მქონდათ და მომცეს აქედან მადლობა ბიჭებო გაიწევა მოდი პაპასთან მოდი კაი ჯანსია ნადირი არ უნდა ამოსვლა ხედავ ეს ჯოხი არის ბიჭებო რბილი ჯოხი რა არ არის ისეთი ხისტი ჯოხი და რავი კაი შეგრძნებები აქვს კაიფობ და თან ახლა ბიუჯეტურია და ასლაში მაქვს ახლა ეს ჯოხები თავის სახავსე პოლიცოები უკენია და იმ დღეს მტკვარზეც ვითევზავე აგერ არაგზეს ვთევზავ და გამოდგება საჭარეთ არ გამოდგება გაითვალისწინეთ საჭარეთ ცოტა ხისტი ჯოხი გჭირდება ხისტი ჯოხების თავისთავად მაქვს მაღაზიაში ერთი სიტყვით შეგიძლია მომაკითხოთ და როგორი რანაირი რა მდინარეზე სათევზაოდ გინდათ მითხრათ და მე კიდე მოგეხმარებით შერჩევაში ესეც რიბა ეს ხავსი გადარჩა აქ რა ხდება სირლაშა ეს ამას რო გადახდე ხოლმე აუცილებლად დავაფარეთ, თორე გაფუჭდება ხავს. აი ასეთ ხავს რო მიაგნებთ და ცოტა დაპატარავება გინდა და ასე რა ვიცი გამოშლით და მოაცლით ცოტა დოტებს და ეგ არის რა. ახლა ცოტა მსხვილი ხავსია, მაგრამ მაინც ავაღებინებ. ისეთი კაი ჭერაა. უარს არ იტყვის ჩვენი ხრამული ამ ხავსს. ლეთ უზაობას არ მაცდია რა. აბა იქ თუ დახოთ ახლა. ითამზე ჩავიდა და გაზარმაც დავა ვნახოთ. აღარშია.
პატუარში. ოპა, პატუარში აგერ. კაი დისტანციაზე დავსვი. დიახ. გაინტერესებთ ხოლმე წვერი გატყდებათ ან რამდენ კილოს გაუძლებს. რამდენ კილოზე არ არის, ჯოხი თითქმის აქედან ეწყებს უკვე მოშაობას რა. აქედანაც კი ოდნავ მოგუნას იწყებს და ბალანსია რა, თითქოს ჯოხს წინ ითრევს განა 90 გრადუსით. დიახ. წინ ითრევს უკვე ჯოხს ზალა არ ეტანება. ახლა ესეთებს შეულებრივად წევს, ახლა მეტი რა ქნას ამ ჯოხ. გამოიწერეთ ბიჭებო ჩემი YouTube არხი და ბევრ საინტერესო ვიდეოებს დავდებ ხოლმე. აქამდე ინტერესებშიც არ იყო YouTube-ში არც ვამბობდი ხოლმე, თან მავიწყდება ხოლმე რომ გამოიწერეთ რაღაცა. ახლა უკვე საკუთარი მაღაზია მაქვს, სათევზაო ინვენტარის და ხავს ვაჩუქებ ხოლმე, როცა მაქვს დებ ხოლმე ვიდეოებს, რომ ხავსი მაქვს ბიჭებო, მოდი გაჩუქებთ. რაც შემიძლია ფასდაკლებებს ვაკეთებ და პლუს ამას კიდე სწორ მიმართულებებს ვაძლევ ხოლმე, სად როგორანაირად ითევზავა. და არიან ხოლმე მეც კმაყოფილი ვარ, კლიენტი რომ მყავს, ისინიც კმაყოფილები არიან ხოლმე სწორ თევზაობას რო თევზაობენ და ასე. არის, საღო? უჩაღბიჭი Oh God. No. დავინახე. უნდა ნება მოიყვანო ხოლმე აქ, არ უნდა ებრძოლო. კაი ზომარკიცი. აი სამის ხაში და აკის როგორც ხდება, არის ეს არა გრუპი რა. ხო. კაია თუ არა? რომელი? ეს კაია და ეს არ ვიცი, შინეკესი არ ვიცი. ეს ქვია. რა მეთქმედება არის. გურაბი არის ეს არა უნდა გამაიყვანო. მენელობს წელი ფოტოშოპის ხავსიც როგორ გიქცა გამორჩენს რა როგორც წავლა ასია ბიორი უნდა ბარუნდა
წავით არის ბალკა. წევით და გუგუნი. როგორ? წევით და გუგუნი. ჩემს პირად წავიდა. კაი ჩამერტყა და არ დაიჭდახედავ. იარ ჩამერტყა წაიღო და ასე ხა. და შემიჭა ვიდეოც. думаешь, хочу? წაღება იცი, მოდი. ყველაფერი იცის. ერთიც რო წამოგიხდა. გალოკესო მეჭველი. წავედით. როდის ნავი გაშრება ახლა, როდის ისე. ნავის გაშრებას უნდა დაერო. მალე ჩამოიწურება, მაგრამ Belum katarik gua, iya. რები მურღავანჭის ხედავ, ეს არის რებიცი, აი? და ძალიან გემრიელია ხოლმე. აი ეს არის
რებეცი ეს გვიბურგავს ხოლმე ტვინს. ძალიან გემრიელია. აი ეს თევზი შემწვარის და მოხარშულიც. და გამოყვანილიც სხვათაშორის. მაგილში. მოდი დაანათიაბა შენ ტელეფონი. ასე. მოკლედ დავამთავრეთ რიბალკა და აი ასეთი ამბავია. გიგვიჭირა, დავიჭირეთ ერთი 15 წელი არის, მაგრამ პატარა ზონებია, დიდი ზონებია. არამზე. ეხლა არის რომელი საათი? 7:09. წარმატებული თევზაობა. გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ.